თქვენ უყურებთ მე-9 საათზე ჩვენი მოსმენა ასევე შეგიძლიათ რადიო უცნობზე FM 98. ახალი საპარლამენტო უმრავლესობა ფართო მასშტაბიანი ამნისტიის კანონპროექტზე მუშაობს. კოალიცია ქართული ოცნების ლიდერები აცხადებენ, რომ ასობით საქმეზე გამოტანილი განაჩენი ეჭვის საფუძველს იძლევა. პატიმრების რაოდენობით საქართველოს ევროპაში პირველ ადგილზეა. საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნების მიხედვით კი არაერთ საქმეში პოლიტიკური მოტივი იკვეთება. პატიმართა ოჯახის წევრები წლების მანძილზე უშედეგოდ აპროტესტებდნენ სასამართლოს უკანონო განაჩენებს. ნახეთ, ვის რა ფორმით შეიძლება შეეხოს ამნისტია. გოლფის ასოციაციის ყოფილი პრეზიდენტი მერაბ რატიშვილი ნარკოტიკების შეძენა შენახვა მოხმარების მუხლით სასჯელს 2007 წლიდან იხდის. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტისა და არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნაში წერია, რომ საქმეში პოლიტიკური მოტივი იკვეთება. ოჯახი ამნისტიის მოლოდინშია. დიდი მოლოდინი გვაქვს და როგორ გითხრათ, ყოველ წუთს, ყოველ საათს ველოდებით, რომ გადაწყდება ჩვენი ოჯახის წევრების საქმე და ისინი გათავისუფლებულები იქნებიან და ეს არ გაიწელება თვეები და მით უმეტეს წლები. ყოფილი სახალხო დამცველი და სასჯელ აღსრულების მინისტრობის კანდიდატი სოზარ სუბარი ამბობს, რომ მალე დასრულდება კანონპროექტზე მუშაობა, რომელიც ამნისტიის გარდა სასჯელის შეკრებითობის გაუქმებასაც ითვალისწინებს. ამნისტია არ არის ერთადერთი გზა, რომლითაც შეიძლება მოხდეს ციხეების განტვირთვა. აქ არის ერთის მხრივ ამნისტია, მეორეს მხრივ აქ შეიძლება იყოს შეწყალების უფრო ეფექტური ამოქმედება, პირობით ვადამდე გათავისუფლების უფრო ეფექტური ამოქმედება, ხოლო მომავალში ლიბერალიზაცია სახელმწიფო პოლიტიკის. თინა ხიდაშელი განსაკუთრებულ პრობლემას არაადეკვატურ სასჯელსა და უსაფუძვლოდ მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით დაკავებულ ადამიანთა სიმრავლეში ხედავს. თუ ადამიანი ტყუილად ზის ციხეში, ტყუილად არაფერი არ ჩაუდენია, ის უნდა გამოვიდეს დაუყოვნებლივ ციხიდან. ჩვენი პირველადი ვალდებულება ხალხმა ჩვენ იმიტომ მოგცა ხმა და იმიტომ მოგცა ეს მანდატი, რომ სწორედ ასეთი ადამიანების ბედი უნდა გადავწყვიტოთ პირველ რიგში. უფლებადამცველი ლია მუხაშავრია ფიქრობს, რომ ამნისტია მხოლოდ მსუბუქი კატეგორიის დანაშაულზე არ უნდა გავრცელდეს. განსაკუთრებული სისასტიკით სასამართლოს განაჩენები არის გამოტანილი იმ ადამიანთა მიმართ, რომლებიც ვერ გატეხეს, მათ შეუფარდეს ის მძიმე მუხლები, რომლებიც თითქოს ერთი შეხედვით ამნისტიას არ ექვემდებარება. უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ წინასწარი პატიმრობის, სასჯელების დაჯამებისა და ზოგადად პატიმრობის მიმართ არსებული პრაქტიკა შესაძლებელია. პატიმრობა მხოლოდ უკიდურესი ზომა უნდა იყოს.